დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს მეოთხე ვადით ნიკოლოზ ჯანიაშვილი ხელმძღვანელებს. მას მოსახლეობამ ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. მერია ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მისი განცხადებით მომდევნო 4 წელი მუნიციპალიტეტისთვის კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენ დედოფლისწყაროს მოსახლეობას, ჩვენ სამომრჩევლებს, რომელიც უკვე მერამდენედ მეათეთ ბოლო 13 წლის განმავლობაში მოვიდნენ არჩევნებზე და ნდობა გამოუცხადეს ქართული ოცნების გუნდს, ნდობა გამოუცხადეს იმ ხალხს, რომლებიც აი ბოლო 13 წლის მანძილზე დედოფლისწყაროს მოსახლეობასთან, ჩვენ საზოგადოების ძვირფას წევრებთან ერთად მუხჭაუხრელი შრომობენ ჩვენი მუნიციპალიტეტის, ჩვენი ქალაქის, ჩვენი სოფლების განვითარებაზე. უკვე ძალიან ბევრი გაკეთებული საქმე დაგვიგროვდა, რომელზე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო რამოდენიმე წლის წინ და ალბათ არ არის გასაკვირი ამხელა მხარდაჭერა ქართული ოცნების მიმართ, ძალიან მაღალი მხარდაჭერა გამოხატული როგორც პროცენტულად, ასევე რაოდენობრივად. ჩვენ მინდა გითხრათ, რომ გავაუმჯობესეთ შარშანდელი შედეგით, მოგეხსენებათ, რომ როგორც წესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უფრო ნაკლები ხალხი მოდის ხოლმე ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ შარშანდელი შედეგიც კი გავაუმჯობესეთ და შარშან აღებული ხმების რაოდენობა კიდევ გაიზარდა დედოფლისწყაროს შემთხვევაში, რაც ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ჩვენ ხალხს შეუძლია თეთრისა და შავის გარჩემა, ჩვენ ხალხს გააჩნია იმის სიბრძნე, რომ მარტყუანი და მართალი და ცოდვამადლი გაასხვაოს ერთმანეთისაგან და ჩვენ ხალხი საოცრად მადლიერების საოცარი გზნობა გააჩნია. ის მომავლის გეგმები, რომლებიც ჩვენ ერთად დავსახეთ, რომ აუცილებლად სასმელი წყლის 24 საათიანი პროექტი განხორციელდება და ხარისხიანი წყლით მომარაგება განხორციელდება, რომ აუცილებლად ზრუნვა გაგრძელდება დედოფლისწყაროს თითოეულ მოსახლეზე, მის სოფლებზე და ქალაქზე, რომ აუცილებლად ხელი შეეწყობა ბავშვებს სპორტული განვითარებისთვის და უფრო მეტი მოედნები, უფრო მეტი სავარჯიშო დარბაზები და უფრო მეტი ბავშვთა გასართობი ატრაქციონები მოეწყობა და ის პრიორიტეტები, რომლებიც ჩვენ მოსახლეობას აქვს და რომელიც ამა თუ იმ თემის, ამა თუ იმ სოფლის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ეს პრიორიტეტები იქნება სწორედ ჩვენი სამომხმარებლო გეგმა და ეს პრიორიტეტები იქნება ჩვენი ხვალინდელი დავალებები ჩვენი მოსახლეობის